კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ჯგუფასებო. წარწერის გაკეთება დამამიწყდა, იმიტომ რომ ნამდვილად უნდა გამეკეთებინა. მე აქ სათაური უკვე დავაწერე ჩემო ჯგუფასებო, ჩემი გადაცემა დღეს ეძღვნება ამ პედოფილებს, არღნიან ბოზებს. თქვენ ხედავთ ვინ რა არის აქ სექციაში ფოტოებში და ესენი არიან ზუსტად არღნიანი ნომერ პირველი ბოზები, პიდარასტები. პეტრე ცავა იმ მღვდელს, ვისაც ხედავთ თავისი მღვდელია შეკვეთილი მღვდელს აკაჩავებდა. ანუ აკაჩავებდა, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით და პიდარასტები და პედოფილების შთამომავლობა აქ დგას, ხედავთ. ესენი არიან არღნიანი ბოზები. ნიკა გვარამია თავისი რეიტინგის გამო გონი პუტანკობასაც დააპირებდა. ესეთი პუტანკაა ნამდვილად. თქვენ აქ ხედავთ მთავარ პუტანკებს. პეტრე ცავა, გვარამია, გაბუნია და ეს გამოქლიავებული ვიღაცა. თქვენ ხედავთ ზუსტ არღნიან ბოზებს. ეკლესიის ნომერ პირველ მტრებს. ჩემო ჯგუფასებო. და ამათ საჩითი რა უნდა გქონდეთ? არა, აი რა უნდა გქონდეთ ამათ, ვიზე რა უნდა გქონდეთ სალაპარაკო, ერთი მითხარით, არღნიანი ბოზები. ერთი პედოფილი, მეორე პედოფილი, მესამე პედოფილი, მეოთხე პედოფილი. ამათმა რა უნდა მოუგონოს საპატრიარქოს და აი პატრიარქზე რა უნდა თქვან აი მათმა. როცა თავად არიან არღნიანი ბოზები, არა მარტო არღნიანი ბოზები, მაგრამ მე ვთქვი რაც არიან ესენი, არაერთხელ მეთქვია, ესენი არიან აღარ დავასახელებ რა. აფთიაქში რო იყიდება და თავის დაცვის მიზნით რო იყენებენ მამაკაცები, აი მაგ დასახელებაც ქვია ამათ. ჯობია არ ვთქვა. თუ გინდათ წარწერას დავაწერ, იმიტომ რომ მე მაგ სიტყვას ვერ ვიხმარ, იმიტომ რომ ბილწი სიტყვა და წარწერით უფრო კარგად მიხვდებით რას გულისხმობდი და გავაკეთებ ახლა მაგის წარწერას და თქვენ კარგად მიხვდებით რაზეც ვიძახი, ჩემო ჯგუფასებო. ახლა ერთ წუთი სულ ადნო მინუტჭკუ ახლა გავაკეთებ წარწერას და ეს წარწერა ლენტასავით იტრიალებს. ახლა ერთ წუთი ჩემო ჯგუფასებო. სუმალე თქვენ ნახავთ იმას, რასაც მაგათ რეალურად ქვია, მაგ სახელწოდებას მე არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ბილწი სიტყვა ვიხმარო. ამ სიტყვას მე ვერ ვიხმარ და ჯობია თქვენ ამას დააკვირდეთ, იმიტომ რომ წარწერა იტრიალებს. თქვენ უკვე მიხვდებით თუ რაც ქვია მაგათ. ხო, რაც ქვიათ ნამდვილად რეალური სახელი მათი. რაც ეხება, ეს არის მათი სახელები და სახელწოდებები. უბრალოდ მე არ მინდა რომ ეს სიტყვა გავიმეორო, ჩემო ჯგუფასებო. ცოტა ავწევ, არა უშავს, ხო. ჩემო ჯგუფასებო, ეს არის მათი რეალური სახელები, სახელი ასე ვთქვათ. მე ამ სახელს ვერ ვიტყოდი და ჯობდა რომ წარწერა ლენტაზე დამეწერა და გადაცემის განმავლობაში, გადაცემა ლაივის განმავლობაში გავა და დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არა, სტუმრებსაც არ ვიტყვი. თქვენ ხედავთ არღნიან ბოზებს, ტაძრის მტრებს და პატრიარქს ვერც ერთმა ვერ დაუმტკიცეს ვერაფერი, მაგრამ თვითონ რაც არიან პედოფილები და პიდარასტები და ყველაფერი აღარ ვიტყვი რეებიც არიან, პროსტიტუციითაც იყვნენ დაკავებული ერთი პერიოდი და ბიზნესი აქვთ ამათ თავითი პროსტიტუცია ამათ, ვისაც ხედავთ. და მე არ მივცემ უფლებას, რომ აიმნაერი სირიკო ბალანჩივაძეები გამოვიდნენ და პატრიარქს დაუმტკიცებთ იმას, პატრიარქთან შევალთ და ასე და ისე და რაღაცა. ტრაკი თუ გაქვთ, მაგდენის აბა გაბედეთ. ვერაფერს ვერ დაუმტკიცებთ პატრიარქს, მაგრამ მე დაგიმტკიცებთ, რომ ხართ ბოზები, ხართ პიდარასტები, ხართ გეები. ერთმანეთს ხნავთ, ერთმანეთთან გაქვთ კექსი, აღარ დავაბულოვებ დანარჩენს. და თქვენ რა უნდა მოუგონოთ პატრიარქს, თქვენ ოჯახ მოტყნულებო თქვენ. თქვენ რა უნდა
დაუმტკიცოთ პატრიარქს თქვენ მართლა ბოზებო თქვენ. აი რა უნდა დაუმტკიცოთ თქვენ პატრიარქს ან საპატრიარქოს და ან წმინდა სინოდის წევრებს. არ წააჭამოთ ძირში ფეხები, ან მეც თუ გინდათ მომაჭამეთ ფეხები და დაუბანელი ფეხები იმდენია, რომ აი მაგასაც შეჭამთ. თქვენ ვის რა უნდა დაუმტკიცოთ? აი თქვენ ვის რა უნდა დაუმტკიცოთ? ნიკა გვარამია სააკაშვილის დროს ადამიანების მოკვლაში იღებდა მონაწილეობას. ზუსტად სააკაშვილის დროს ადამიანების მოკვლაში ძალიან კაი წვრილი მიუძღოდა გვარამიას და აი გაბუნიასაც ზუსტად. და აი მარღნიან ბოზებს თავზე რო კუნკულ ბარტყულა აფარია და პანაღია რო ეკეთა და წირვებს ატარებდა, შენ რა წირვა უნდა ჩაგეტარებინა შე სატანის მოციქულო შენ. შე ვაგზლის ბოზო შენ. ვაგზლის ბოზები ხართ, აი გარი ვაგზალზე რო დგებიან უხარისხო ბოზები, აი მაგათ გავხართ. აი ხო მიიღეთ ახლა. ვერაფერს ვერ დაუმტკიცებთ თქვენ საპატრიარქოს. მაგრამ მე დაგიმტკიცებთ რომ ხართ ბოზები. აი ეს ქვემოთ როა კრასოტკა მინეტიჩკა დავარქვი ამ მამაოს. ბოდიში ამ სიტყვისთვის ცენზურას ვარღვევდით და იმიტომ რომ თვითონ უკვე დარღვეული აქვთ და ძალიან თუ სიტყვებს ხმარობდნენ და მეც შევამკობ. რაც არიან იმას ვიძახი. არღნიანი ბოზები, პუტანკები და შლუხები. აი ამით განმოდის ეს ყველაფერი. საპატრიარქოს დაანებეთ თავი. ტაძრის ლანძღვას დაანებეთ თავი, მამაშალვა კეკელიას დაანებეთ თავი. მამაშალვა კეკელი არის ღირსეული ადამიანი. მამაშალვა კეკელი არის ერთადერთი მამაო, ვინც სიმართლეს ამბობს. შეუვარდით ტაძარში და გალანძღეთ. მამაოს ქონდა ნათლობა. შეუვარდით ტაძარში აურაცხელი სიტყვებით მოიხსენიეთ. მშვიდობიანი აქციაო, თქვენი აქცია მოვტყანმე. თქვენ მეუფე იმის რა ქვია, მეუფე აღარ გამოყლევებული პეტრე ცაავას შეკვეთას რო დაკვეთას რო ასრულებს, ეს გამოყლევებული რო დგას, ეს ფორმულასთან გამოყლევებულო შენ აყენებულ ყლეს რო გავხარ. სუფთა აყენებული ყლეები, სააკ ვინც ხართ ფოტოში, ბოდიში ამ ცენზურის დარღვევებში, მაგრამ რაც ხართ, იმას იმსახურებთ, რაც Facebook-ში კომენტარებში დამიწერეს, ხო? როცა მამა შალვა კეკელიას მხარ დაჭერა დაუწერე. აი იმ სიტყვებს ახლა გიბრუნებთ უკან. თქვენ არ გეგონოთ რომ კომენტარს დავტოვებდი? რა კომენტარიც ეწერა, იმ კომენტარს დავტოვებდი, პასუხის გარეშე ძალიან ცდებით. აყენებულო ყლეებო. და აქ რაც წერია, აი გარი თქვენი რეალური სახელი, გაინტერესებდათ. აი გარი თქვენი რეალური სახელი. პედოფილებო, არღნიანო ბოზებო, არღანი როცა დაუკრავს კლიენტებში შედიხართ. არღნიანო ბოზებო, ჩათლახებო, პიდარასტებო და ბოზებო. აი გიორგი გაბუნია ნამდვილად ბოზია. არა, გაბუნიაც და ვარამიაც, მაგრამ განსაკუთრებული ბოზები ხედავთ ზედათაროზე, გამოყლევებული ცავა, გამოყლევებული გვარამია და ის გაბუნია და ის გამოყლევებული აყენებული ყლე ვიღაცა. თქვენ ასრულებთ პეტრე ცაავას ჩმორები ხართ. მაგრამ ვერაფერს ვერ დააკლებთ. საპატრიარქოს ვერაფერს ვერ უზავთ, ვერაფერს ვერ დაუმტკიცებთ, ვერაფერს ვერ იზავთ. იმიტომ რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენ ვლოცულობთ. ჩვენ ქრისტიანები ვართ. 24/7-ზე არც ერთი მამაო არ გამოვა აქციაზე და არ დაგიდგებათ გვერდზე, იმიტომ რომ ვალდებული არ არიან მამები, რომ გამოვიდნენ აქციაზე. არ არიან ვალდებულები, რომ საპატრიარქო გამოვიდეს და თქვენ აქციებს დაესწროს. რუსული აქციები რო გაქვთ, ეგ არ არის ევროპული აქცია. საპატრიარქოზე ზეწოლას ევროკავშირი არ მოახდენდა. ხო და ახლა მიიღეთ. ერთი რუსული კაი გამოთქმა არსებობს და ამასაც ბარემ დავაყოლებ. კურეჩკა в гнезде, яичко в пизде, я звезда, ты пизда. აი სახართ თქვენ. ვიპიზდოჩკი. აი ასე დაგარქმევთ. და ნახვამდის ბოზებო, არღნიანო ბოზებო, თქვენი რეალური სახე ხო გამოაჩინეთ და რაც ხართ ხო ყველამ გავიგეთ. და აი თქვენი რეალური სახელი წერია და
ჩემო ძვირფასებო, აი ისინი არიან ეგენი, რა ქვია, აფთიაქში იყიდება ხოლმე, მაგრამ თუ აფთიაქისას ვერ გამოიყენებთ, ესენი მაინც გამოიყენეთ, კაი დამცავი გამოვა, რომ ქალები არ დააფეხმძიმნოს. კარგად იყავით. არღნიანო ბოზებო. ძალიან ცუდი